წელიწადი და 2 თვე დამჭირდა ჩინეთის დასასრულს. საქართველოს ჩინეთი სულ რაღაც ჭრილში იყო რა დამღაც. ხოდი დავტესტოთ, აი როგორი წარმოდგენა გაქვს ჩინეთში. გერმანიაში თუ მოგინდებათ ქართული ღვინო, უნდა შეხვიდეთ საიტზე, რომელიც გამოწმინდება აქ სადღაც მეგობრებო და შეიძლება ნებისმიერ ქალაქში გერმანიის. ადამიანს ეგ წარმოდგენა ეგეთ მქონდა, რომ ღარიბ ქვეყანაში მივიდი. და ამან მითხრა, რომ მე სოფლებში რო გავდივარ, ხორცს არ ვჭამ. ხორცს რო თავაზობენ არ ვიღებ. ერთ შეიძლება ადამიანი იყოს. არ იმდობოდა. უცებ ხედა ორი ჩეხებილი ჯგუფი, ერთ ყვითელი თავი ესეც სახეები აქვს, ეს ბუმბულები თავში, მეორე იქ და რაღაც სხვა ფერზე შეღებილი ტიპები. ერთმანეთს ესევიან და შვილდის დროს ესვრიან. ხო, ეთრი კაცი ფოტო გადავიდა. ჩვენ ცხოვრობდით იმ ხალხთან, ვისაც უნდა გეშინოდეს. მაგითო ძალიან უსაფრთხოდ ვიყავით, ანუ მთელი ვიდეოს განმავლობაში არ გვითქვამს, რომ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი, ვარ ფული შეგება ჩინეთში. საკუთარ კარგად იხდიან სხვათა შორის. ქალაქში ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ნახო ტიპი ეს ამხელა მშვილდისრით არის, თავზე მაღალი მშვილდისრით, ფეხსაცმელი არაცვია, დიდი მაჩეტე უჭირავს, ეგ ძალიან ჩვეულებრივი ლუკია ტიპინადეს ეგრე. დაცულები შეგრძნება რა საიდან? გერმანიაში პირიქით ნაწუხებს ხოლმე, ეგ ძალიან ფორმალური ურთიერთობა და საზღვრები მეგობრებს შორისაც და რაღაც. მე და ჩემი მეგობრები ფიქრობდნენ სერგი ჩემს ვინც ყველაზე დიდხნიანი პარტნიორი, ფიქრობდით სად წავსულიყავით ეს და ვიყავით ეს ჰიპი ტრეილს ეძახიანად. 90-იანებში თუ 60-იანებში ჰიპერმარკ დაიწყეს ევროპიდან და იარეს ეგეც რა. იდეაში ყველა გეტყვის რომ პაპუაზე ხამი ქუჩაში არ უნდა გახვიდე. ნებისმიერ ქალაქში უნდა მოერიდო. თუ ტემპერატურას იცი. ჩვენ გავდიოდით ისინი გვერიდებოდნენ და რაღაც ალამაზია. არ ვერ გძნობ რა იცი რომ ლამაზია, მაგრამ შეგძნობ აღარ. მივხვდი რომ რაღაც შესვენება მჭირდებოდა. ეგრე. დაუნთებთ. მოგესალმებით მეგობრებო. საქართველოსდან წერთ მესამე ეპიზოდს უკვე. და თბილისიდან პირველი ეპიზოდია. თბილისში პირველი შენ ხარ ვინც ჩაუწერე შემოწმო გილოცავ და გაიცანეთ დათო გუნთაიშვილი. ჩემი ძმა მეგობარი. ნეპოტიზმი ვახსენოთ. კი. ნათესაობა ყველაფერი მოკეთ ნეპოტიზმს რაც ეხება 100%-ით იცოდეთ რომ აქ არის. ფაუსტის ქვეშ არის ქვევრი და ქვევრს აქვს განსაკუთრებული ღვინო. გერმანიაში არ გიჭირს ქართული ღვინის არა. გერმანიაში თუ მოგინდებათ ქართული ღვინო, უნდა შეხვიდეთ საიტზე, რომელიც გამოწმინდება აქ სადღაც მეგობრებო და შეიძლება ნებისმიერ ქალაქში გერმანიის მოგიტანენ და მართლა ძალიან გემრიელი ღვინოებია. დააგემოთ. დათო ცხოვრობს ჩინეთში. რომელ ქალაქში ხარ? ბეიჯინგში. ოკეი. და ამის იქით მეც ყველაფერი მაინტერესებს. თომაზე ჯერ არ ვილაპარაკი. ხო, არ ვილაპარაკი, იმიტომ დაემთხვა ერთმანეთს ჩვენ წასვლა, მე გერმანიაში წავა და შენ ჩინეთში დაახლოებით ერთი და იგივე დრო იყო. თუ შენ ჩემზე არ გეწახ. მე სადღაც 2 წელზე ცოტა მეტია. წავედი. ოდმანამდე ვიყავი სამხრეთ ამერიკაში. მეგონი მაგდროს ავწი, შენ მაგდროს ახვედი გერმანიაში. ჩინეთში რა ხდება მე? საიდან დავუწევ? საქართველოს ჩინეთი სულ რაღაც ჭრილში იყო რა დამღაც. ხოდი დავტესტოთ, აი როგორი წარმოდგენა გაქვს შენ ჩინეთზე. შენ საინტერესო ადგილად არასდროს არ მიმაჩნდა რა ეგრე რა. საცხოვრებელს თუ შევიცვლიდი ვიცოდი რა ევროპაში წავიდოდი და იქით რაღაც ნაკლებად ვიყურებოდი რა. რატომღაც ეგრე არის რა, რომ საქართველოში ეგეთ ფიგურებად მარტო რუსეთს და ამერიკას განიხილავენ მნიშვნელოვან ფიგურებად. აი ჩინეთი საერთოდ ბოდიშო გაგაწყვეტინე, მაგას ძალიან გავს რა, რასაც ამოფესმა ჩინელმა მითხრა. ეგეთი გამოთქმები მგონი კონფუცის არის. არ უთხრა მტერ შენი ძლიერი მხარეები და არ ეწოდინება შენი სუსტი მხარეებიო და რაღაცა მაგ ლოგიკას აწვევიან რომ ჩვენ პატარა საწყალი ქვეყანა. ახსოვს მე მგონი დღემდე იღებენ როგორც გაჭირვებული ქვეყანა რაღაც დახმარებას გაეროდოთ რაღაც ეგეთი მახსოვს. სადაც წავიკითხე ჩინეთს წარმოიდგინე. ჩვენ სხვა არ ხმარებთ ქართულად. ხო ხა ჩვენ იმდენი გვაქვს. ხო რაც ხო ჩინეთს უნდა დაგიმთავრებინა რა. იმ შაბლონებს იქით რაც არის რა მე ცოტა ხანი ვცხოვრობდი ჩინელებთან ერთად რა. მაგრამ მიკვირდა რომ ყოველთვის აქ როგორც ვიყავი რა მიშოვდით მას რო ვახელდი და ბებიაჩებს ვიყავი მოკონდა ხოლმე ჩემთვის დაახლოებით ეგეთი როლი ქონდათ იმათ საჭამ დილით ძალიან გასუფთავებული სამზარეულო ხდებოდა და საჭმელი რაღაც დადებული რა იმიტომ რომ ეგეთი კულტურის ნაწილია ძალიან დილობიანები არიან ძალიან მორიდებულები არიან და ეს დაშიარება უყვართ ძალიან გამორიცხული ხა ჩინელთან ერთად იყო რამე გააკეთოს არ შემოგთავაზოს აი შანსი არა ქართულებს მაგრა უჭირთ ადაპტაცია მაგალითად ეს ფურთხება მოსულა შეიძლება შნაკჭამდე და რაღაცა ფურთხოს გემრიელა ან მაგალითად ეს ბოყინი ძალიან მოსულია ან რაღაც პონჩახ გერმანიაში არა ისინი ეთიკის ნორმებს არ ღვინის კი არა უკაცრავად რაღაცა
ამ ტიპს არ მოერიდება. ხო, რაღაც ანუ საზღვარი ყველაფერს აქვს რა, მაგრამ აი ეგეთი თავისუფლება მე მაგალითად არ მზღუდავს საერთოდ. პრიქტ. ხო, არ მინდა ეხა მაგალითები მოგიახვედრო. ეგრე წარმოვიდგინე არა, მაგრამ ზოგადად მიზაჭი რა, რაღაც ეგეთი ცოტა ფამილიარული მიდგომები, ურთიერთობები არ მიშლის ხელს საერთოდ რა, პრიქტ მე ვასებდა რა და გერმანიაში პრიქტ მაწუხებს ხოლმე ეგ ძალიან ფორმალური ურთიერთობა და საზღვრები მეგობრებს შორისაც და რაღაც. არა, ეგ აქაც ეგრეა. ბევრი წელია მესამე წელია ვიღაც სულ მეგობრები მაგალითად და არც გონია რომ არ იცნობ სადღაც მომენტში უცებ ეს გაირორებს რომ იცნობ ამ ადამიანს საერთოდ იმდენად განსხვავდება კულტურულად და თან ეგ მე მგონი შორეული აღმოსავლეთის ზოგადად იაპონიას ეგრეა კორეაც მაგრამ ჩინეთსაც ძალიან ღრმად აქვს ეს პიროვნული ემოციების გამოხატვის დათრგუნვა ძალიან თრგუნავენ ამას არ გაჩვენებენ არასდროს და ვერ იგებ ადამიანს საერთოდ რა რაღაც თითქოს რასაც გელაპარაკება ის იცი მაგრამ ხვდები რომ ეს ძალიან ზედაპირზე არის რა სიღრმეში საერთოდ არ იცნობ და არც ცდილობს რომ ძალიან დაგანახოს საკუთარი თავი ეგრე და ურთიერთობაში წყვილს რო უყურებ გონია რომ რაღაც არ ლაპარაკობენ საერთოდ ერთმანეთს კარგად არ იცნობენ რაღაც ან ბოლომდე შეისწავლე და მე რა გადაწყვიტა რომ არა საერთოდ ზოგადად გადაწყვიტე რომ ზოგადად როცა ეგეთ გადაწყვეტილებას ვიღებ ხოლმე რომ აქ მომწონს არის პირიქით როცა ძალიან უცხოა და არაფერი არ ვიცი მაგ დროს უფრო მომწონს ხოლმე თან ახლა ჩინეთს რაღაც თავისი დაღაგდეგრი გამოვიდა რა პირველ ჩასვლაზე ცოტა ხანი ვიმოგზავრე რამდენიმე თვე და თან უკვე 2 წელი ხდებოდა მოგზაურობის ნონ-სტოპ უწყვეტი მოგზაურობა და მივხვდი რომ ისე დავიღალე რომ ემოციები აღარ მქონდა მოგზაურობისგან წარმოიდგინე ამის ოვერდოზი რო გაქვს რომ აი შეგრძნებას ვეღარ გძნობ ესე უყურებ რაღაც ძალიან ლამაზია მაგრამ ვერ გძნობ რა იცი რომ ლამაზია მაგრამ შეგრძნება აღარ არის მივხვდი რომ რაღაც შესვენება მჭირდებოდა და მან მე რაღაცებს რაღაც სამსახურის შემოთავაზა რამდენიმე თვე ვიმუშავე კარგადაც იხდიან საკმაოდ მარტივი რა საკმაოდ მარტივი გაჩნია რა სფეროში და რა საკეთებ მაგრამ ეხლა მით უმეტესაც უვიზო მიმოსვლა გვაქვს უფრო მარტივია უვიზო მიმოსვლა აქვს ჩინეთს ხო ერთთვიანი სამი ერთთვიანი ჩასვლა გაქვს ჩინეთში შეგიძლია ჩახვიდე და მაგრამ ფული შევება ჩინეთში საკმაოდ კარგად იხდიან სხვათა შორის საკმაოდ კარგად იხდიან ბევრ სფეროში და თან რა არის ცოტა რაღაცა თვით ფაშიზმი თუ რასიზმი თუ რა ქვია ეს არის შენ ძალიან ბევრ კადრს შოვიან ადგილობრივს რომელიც შენზე კარგად და იაფად გააკეთებს რაღაცა სავარაუდოდ მაგრამ შეადგანაც უცხოელი ხარ უფრო პრესტიჟული რაღაც კომპანიის პრესტიჟზე უფრო სხვანაირად მეტყველებს და მაგიტო მომხმარებელსაც უფრო იზიდავს უფრო პროფესიონალურად ჟღერს და ვის სხვასაც უცხოელი ევროპელი დამსაქმებელი და რაღაც ხრი გარეგნობასაც კიდეაც უფრო ევროპელად გამოიყურები მით უფრო მარტივია სამსახური შოვნა რაც უფრო აზიურად გამოიყურები ცოტა რასისტებიც არიან შავკანიანი თუ ძალიან უჭერთ სამსახურის პონაც ძალიან პროაქტია ჩემ შემთხვევაში როგორ იქნება მე მგონი ევროპელებს თურქები კარგად გრძნობენ გერმანიაში ეს როგორ რა შევდივარ კიოსკში თურქულად ალეიკუმ სალამ ალეიკუმ და რა ლუც თუ ყიდულობ მარტო ეგრევე რაღაცა არ გვინდა რაღაცეებია და არ ვიხდი ხო ეს ყაბალახი და რაღაცები არ შევიდა ეგ კიდე ვაფშე ისე ყაბალახი პირიქით ვინ იცის ახლა ეს რაღაცა უარესი ხო ქართული ბევრი არიან ჩინეთში ისე რა არიან რაღაცები მეგობრებიც მყავს ჩემთან ქალაქში რო ჩამოხვიდე რა თავი საქართველოში გეგო მართლა საქართველოს მგონია ერთ 10 ქართულს ვიცნობ მე ჩემ მაქსიმუმ ესე იგი ძალიან ცოტა ალბათ ხო იმიტომ რომ ინფორმაციის ნაკლებობაა. ხო, ისეც რაღაც აი მაგალითად მე რო ჩავედი ჩინეთში. რატომღაც ველოდი ჯერ ღარიბ ქვეყანას. რატომღაც აი არც მიფიქრე ეს არ დამჟავრო რა, აბა ჩინეთი როგორი ქვეყანა იქნება, არ მქონია ეგეთი საკუთარ თავთან დიალოგი ან არც სხვისთვის მეკითხოს. მაგრამ რატომღაც ეგ წარმოგვიდგენა ეგეთი მქონდა რომ ღარიბ ქვეყანაში მივიდნენ. უცებ ეს პერიოდი აქ რჩება, აი საერთოდ სხვაგან არის. სტანდარტულ ქართველს რამდენად გაუჭირდება მან ცხოვრება. არა რაც უჭირთ ხოლმე, მაგალითად მეკითხება რომ ჩინეთში მოვდივარ რა ვქნა, ეგ პირველ რიგში გამოწერე VPN-ი, გამოწერე Alipay და Alipay-ზე მიაბი ქართული ბარათი. იმიტომ რომ რაღაც დრო გჭირდება აზრზე რომ ეხლა რო ჩახვიდე შენი ტელეფონით ჩახვიდი რა. Maps ვერ ნახავ. იმიტომ რომ Google Maps-ი გაქვს და Apple Maps-ი ან ვერ ნახავ. YouTube-ზე ვერაფერს ვერ უყურებ. Google-ში ვერ დაგუგლავ, Google-ი არ მუშაობს. Gmail-საც ვერ გააგზავნე, ეგეც კი დაბლოკილია. WhatsApp-ს ვერ იყენე, ანუ ვერაფერს ვერ ნახავ. საძიებო სისტემა სხვა.
სხვა ნახევარსფეროში. მაგრამ რაღაცა თავისუფლად ჭირდება ყველაფერი აქვთ. უბრალოდ ყველაფერი დაბლოკირია და შენ როგორც ჩამსვლას, ეგ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, თუ რა ცხოვრება ძალიან გაგიჭირდება. ხო, მაგრამ ეგ მიჩვევადი ამბავი არის რა, ეგ ხო, რა თქმა უნდა. კულტურულ რას ვიზარდეთ. აი, გერმანიაში მაგალითად ქართველებს მაგრად უჭირთ ურთიერთობების შესვლა რა, აი გერმანელი მეგობრების შეძენა მაგრამ უჭირთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცოტა ცივი ხალხია და ჩემს წინა ვიდეოში მაგას ვაპარაკობ, შეგიძლიათ ერთი გერმანელი გოგო გვიხსნი და რატო შეიძლება იყოს აი ეგ პრობლემა რომ გერმანელი მეგობრები გერმანიაში ქართველებს არ ყავთ რა. და რაღაცნაირად გავიარეთ ის თემა რომ სხვანაირი მიდგომები აქვთ იმით უბრალოდ და სხვანაირად უმეგობრდებიან ისინი ხალხს და ჩვენ ქართველებს სხვანაირად ვაკეთებთ. ესენი უფრო გახსნილებიან ეს იდეის დონეზე უნდათ რომ გემეგობრონ, მაგრამ რაღაცა გეუბნები სიღრმეებში ჩასვლა ჭირს, რაღაც მართლა მეგობრობასაც ვეძახით, რაც ერთი კულტურის ტიპები კარგად რო იმედჩებით, იხსნებით, იშლებით, მესმის გერმანიაში ცოტა შეიძლება პრობლემა გქონდეს, მაგრამ ალბათ იგივე პრობლემას მეორე მხრიდან წაწყლებით ჩინეთში. იქ კიდე ის არის რომ გერმანია ხა ჩვენ თურქებს მიაქვს ძალიან ბევრი ჩვენ თურქებს ჩვენი ძალიან ბევრი ვართ რა იქ რა რაღაც დაღლილები არიან რა ეს რაღაც ჩვენთან ურთიერთობით რაღაც ამდენი უცხოელი ხდები და თუ ხო მაგიტო შეიძლება ჩინეთში აპირიქით დაინტერესებს რა ძალიან როგორები დიდ ქალაქს თუ გაცდები ძალიან ბევრი მოვა სურათის გადასაღებად უბრალოდ ესე შეიძლება თუ არ მოედება როგორ შეგრძნება ცოტა რაღაც აი ყველაზე აი სელებრიტად რო იგზნო თავი მაგასთან რაღაცა ახლოს ცოტათი რაღაც იქ ვიყავით აღარ მახსოვს რაღაც ტურისტული ძეგლი იყო და ეს მოტრია და ყველა ბავშვი მიატოვეს ჩემ წინაზე რიგი იყო რომ თეთრი კაცი ფოტო გადავიღო მაგარი ერთმა გატეხა ეს რა პირველი ჭირს ერთი მოვიდა და ჩაიგარიგი დიდი რიგის ფეიჯს მე QR კოდი ვერ გავუწევ ვიხუმრე მაგაზე მაგრამ არ მიიღეს დიდი ხტამაგერ 5 საათი რო გჭირდება გადასაფრენად ერთი წერტილი და მეორე წერტილზე ქვეყნის შიგნით და პლუს მაგას თვითონ შიდა კულტურებით ისე განსხვავდება ერთმანეთისგან და თვითონაც უკვირთ რაღაცები მაგალითად თუ გახსოვს ეს კოვიდის ამბებზე რომ მიდიოდა ეს ხამურების ჭამაზე და რაღაცებზე ვერ იგებდნენ საერთოდ იმიტომ რომ უმრავლესობა ჩინეთისთვის ეგ ძალიან უცხოა ეგ არის რაღაცა პატარა ხო არ ჭამენ ეგეთ რაღაცებს რა მაგალითად ბაღახს ნახავ ისეთ ადგილებშიც ცოტა დიდ ქალაქებშიც ან რაღაცა ცოტა უცნაურებებს შეიძლება წააწყენ ან ისე რომ მასიურად ყველაფერს ჭამდნენ ეგ უფრო არის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის კულტურა რა აი ვიეტნამში მინახავს მაგალითად რაღაცა ძაღლის ხორცსაც ნახავ ბაზარში ან მაგალითად ლაოსში ჭამენ ვირთხა მწერები ყველაფერი აბსოლუტურად ამ იშვიათობაა ეს ადგილები სადაც ჭამენ ეგეთ რაღაცებს არის სამხრეთში ძალიან სამხრეთით ზუსტად ამათ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას რაც ემეზობლება. ამას ვიტყოდი ასევე რომ ძალიან დაუფასებელია როგორც სამოგზაურო ქვეყანა. ანუ არ ვაფასებთ საკმარისად, იმდენად მრავალფეროვანია, იმდენი საინტერესო რაღაც არის. მე მგონი რომ კარგად არ ვაფასებთ. თან ბეიჯინგი ხო არის 20 რაღაცა მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მეგაპოლისი. საქართველოზე იაფია. ერთ-ერთი რაც უფრო ძვირი იქნებოდა ალბათ ბინის ქირაობა. აი ძალიან საშუალო სტატისტიკურ რესტორანში აი ოღონდ რესტორნები არის ყველგან ან ქუჩის ან პატარა დიდი საშუალო საოჯახო რაღაც არის ძალიან ბევრი ყველაფერი ხსნაბიჯი და საშუალო ფასი იქნებოდა რაღაცა სუპერო შეჭამა რაღაცა გავრცელებული ძალიან 3 ლარი 5 ლარი სადაც ეგრე რა დიდი სუპერო ამის იქე დაგაგინა ჭამა ან რაღაც ნორმალური საშუალო და იპუტკუნა ძაღლი მაგალითად ეს ვიეტნამური ფასი ვიცი ჩინური არ მოეწონებოდა ჩინურში ხუნო. ხო, კიდე რა, ნაჩვენები. აი მაგალითად მიშელინის სამარცვლოვან რესტორანში ვჭამე. ძალიან ხუმრობა და ხო? ძალიან ცუდია. და ძალიან კაი ხუმრობა. რასაკვირველია არ ფასე. მაგალითად აქ რო შეხვიდე რაღაცა ვეგანურ რაღაცა კონცეპტუალურ კაფეში გაგწეცა. მაგას. ხუიზლი და თვითმელი უნდა მეგონია რომ ისე არ ევასებოთ აქ ვეგანები და ვეგეტარიანები რომ აი თუ გადაწყვიტე და შენ ეს ჩეკი ძო. როგორც გინდა გადაიხო. ეგრე როი მაგარ მინდა ხორცი მოიტანა ბილტვი. მეც აღარ. ხო და იქ რაღაც ეგეთ რესტორანს მასული რა არ გავრცელებულია ვეგეტარიანები. ძალიან გავრცელებულიც არ არის, მაგრამ ცენტრისკენ ბევრს ნახავ. იმიტომ რომ ნელა იზრდება მოთხოვნა. და
ეგეთ რესტორანში ალბათ შეჭამ 10 ლარად, 7 ლარად. აუ ძალიან იაფია, ძალიან იაფია. ტაქსი ხელფასები არის დაბალი, ხო? არა, საშუალო ხელფასი ალბათ იქნება 1200-1300 დოლარი. ეხ ჩემი არ ნაღდად ამომიზებნია მაგის სტატისტიკა, მაგრამ ჩემს ირგვლივასაც უყურებ ჩინელებსაც ვეკითხები ხოლმე, თან მოსულ ამაზე ლაპარაკის არ არის რომ ხელფასი ვეკითხა. ხო, ასე ფულზე ლაპარაკობენ ხოლმე არანტი და ერთ ტაბუდადებული თემა. ხო და საკუთარ მაგარი ხელფასი აქვს. თან ანუ ეს ყოველდღიურობაში გაჭირებულ ხალხს ვერ ხედავ რა. ესე საქართველოს შევ გაიხედა მოიხედავ ბევრს მიხვდები უჭეს რაღაც აკლია, სპასოვანი ცხოვრებისთვის. იქ რაც ჭირდება ყოველთვის აქვს ფული ეს საშუალო სტატისტიკური მოქალაქეს. და თან მოგზაურობისთვისაც კი ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა დაბალი ფენის ტიპებიც უკვე ქვეყნის შიგნით მოგზაურობენ. ქვეყნის გარეთ გასვლა ცოტა ისეთია. ევროპაში თუნდაც ხარ ძალიან cool და ეს ყველასთან ფოტორობინა კატალოგი. როგორც გითხარით მეგობრებო, დათოს აქვს შემოვლილი ნახევარი მსოფლიო, კი არა მეტიც რა. მთელი მსოფლიო ჩემთვის რა რაღაც ისე აღვიქომე მსოფლიოს ხანე. თან ვიდეოებსაც იღებ. ეხლა რო უყურებ YouTube-ზე რაღაც ვიდეოებს, რაღაც დეჟავიუს შეგრძნება მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ისე შენგან ვიცოდი ძალიან ბევრი ადგილი, რაც ეხლა რაღაც ისე მხდება ხოლმე რა. ჯერ ეგ რატო არ YouTube-ს რატო შეეშვი? თან ისე დროს აკეთებდი, რომ მართლა YouTube-ზე წიდებოდა შენი ვიდეოები და შეიძლება რომ ესეთი YouTube-ის ერთ-ერთი დინოზავრი მადგენელი ხარ, იმიტომ რომ მაგ დროს არ მანდერი ეგეთი რაღაცები დადებულიყო რა. არასდროს რაღაც სერიოზულად არ აღმოჩნს ეგ ვიდეოგრაფია მოგზაურობაში ჩემთვის, იმიტომ რომ პირველი ის რომ კამერას ამოთვირთობა დიდად არ მიყვარდა, კამერას როგორც კი ეს ხო უშვე რაღაცას რო გადაიღო. ამას როგორც კი მომოტრიალებ, ეგრევე სახე რო გეცვლება და რაღაც სხვა რაღაცას ამბობს, სხვა რაღაცას ფიქრობს, სხვა რაღაც ანუ ვერ გამოვხატავდი თავს ვერასდროს ისე, ან კომფორტული ვერ გავხდი კამერასთან, ეგ ერთი და მეორე თუ გინდა რომ კონტენტი აკეთო, ამაზე უნდა იფიქრო. მე როგორც მოგზაურობ იმ სტილისთვის ძალიან რთულია კამერას ამუშავება, იმიტომ რომ ძირითადად თუ კარავში მძინავს ან ლოკალებთან შევი ავტოსტოპით მოგზაურობ, სულ საკუთარ თავს ვაგდებ რაც გამოწვევებში, სადაც არც კომუნიკაცია მაქვს ნორმალური, არც ენერგია მაქვს ნორმალურად. პლუს მაგას ისეთ გარემოში მოგზაურობ ხომ ისეთ ქვეყნებში, სადაც უსაფრთხოებაც თლად წელში გამართული არა, კითხვის ნიშნები აქვს ბევრი და მე თუ მოგზაურობ ბევრი კამერით, ან რაღაცა მასალით, რომელიც არ მინდა რომ დამეკარგოს რაღაც ტექნიკით, ისეთი მინდობი ვერ ვიქნები, როგორც სხვა. ანუ ავტოსტოპი იმიტომ მიყვარს, რომ მეკითხებიან ხოლმე, რატო გადაწყვეტე ამდენია რომ ავტოსტოპით. თუმცა ავტოსტოპი არის ფულის დაზოგვის, ეგეც არის თქო, მაგხელ რაღაცას გაკლებს, მაგრამ თუმცა ავტოსტოპი არის რაღაცა დობას გიღვიძებს ადამიანებში, დობას გიღვიძებს ხო ზოგადად რა, იმიტომ რომ თავიდან როცა დავიწყე, სულ იყო იმდენი კითხვის ნიშანი, თუ არ გაგიჩერებენ, სულმა თუ გაგიჩერა, რომ წაკართვას, მოცების ნაცვლად ის. ნელა ეჩვევი და ხვდები, რომ საშუალოდ ადამიანი არის საშუალოდ კი არ უფრო მეტად ძირითადად ადამიანი არის კარგი და ცდილობს რომ დაგეხმაროს და იგივე ჩემი გამოცდილება, იმიტომ რომ არა მგონი დობას რაღაცა იყოს, რადგან გიღვიძებს, ესე იგი კარგი გამოცდილებები გქონდეთ, ხო? ხო და მაგ ზუსტად მაგას ვამბობ, რომ არ მგონია რომ იგი ღებლის ამბავი იყოს და იმიტომ რომ ადამიანების ანდოები არიან, ხო, რაღაცა მაგებს ვაკეთებ და მეტნაკლებად სუშვები და სადღაც იქნება, მაგრამ თან მიმღებლობასაც გიზრდის, ანუ ტელეფონის მოუპარავთ, რაღაცები წავრთმევია, დაღაჩაღებაც უცდიათ, უბრალოდ იცი რომ ამის პროცენტულობა იმდენად დაბალია, რომ ვერც კი დაიწუწულებ, ვერ შეადარებ ერთმანეთს. თან ის არ ვარ ახლა მარტო ავტოსტოპით არ დავდივარ ახლა. თავიდან მქონდა ეგ რომ ის რაც თქვი რომ საქართველოსთან რო წავედი, აზიისკენ ეგ გათვლა იყო რომ მხოლოდ ავტოსტოპი. მაგრამ ეხლა უბრალოდ მან წახვედით კიდევაც დედამიწისთვის კრუგი დააგერხა. არა, თავიდან მაგ ხელ ამბიციები ჰქონდა კაცო. თავიდან მე და ჩემი მეგობრები ფიქრობდნენ სერგი ჩემი ვინც ყველაზე დიდხნიანი პარტნიორი, ფიქრობდით სად წავსულიყავით ეს ხმელეთი და ყველაზე ხელმისაწვდომი ვერსია იყო თან მოგწონს თან იაფი იყო. მაგ დროს რაღაც სტუდენტები ვიყავით, ფინანსები ვერ ვიკვეხნიდით მაგ ხო და ჭირდება რაღაცა იაფი ვერსია და თან ეგ თავგადასავლებით სავსე, თან ვიზუალურადაც სამბეჭდავით, თან რაღაცა ისეთ კულტურალურად სხვა. და ვიპოვეთ ეს hippie trails ეძახიანას. 90-იანებში თუ 60-იანებში შიპერმა რო დაიწყეს ევროპიდან, გაიარეს ეგ რა. ზოგი წავიდა ჩერეს ირანი, ზოგი წავიდა ჩერეს თურქეთით, მაგრამ მე მიყვნენ იგივე გზას. თურქეთი, ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, მიანმარი, ტაილანდი ჩავიდნენ ინდონეზიამდე. და ვიცით რომ ეგ ხმელეთით შესაძლებელია და მოდი ვნახოთ სანამ წავალთ. და პირველი ვერსია იყო რომ
ალბათ ინდოეთში გავჩერდებით, მეორე იყო მიანმარი. და რაღაცა გადავდით, რომ პაპუა არის საოცნებო დესტინაცია, იმიტომ რომ არაფერი არ ვიცოდით მაგაზე, რაღაც ვიზუალის გარდა, პაპუას სული ვიზუალის გარდა. და ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ველური ქვეყანა მსოფლიოში. და ეგეც რაღაცა ისე ხადაობის დონეზე არსებობდა, რომ აკა იქნებოდა, რა მაგარი იქნებოდა. მე სადაც 3-5 თვის მერე მივხვდი, რომ უკან დამბრუნებელი აღარ ვიყავი, და სადაც მიანმარში ვიყავი, შუა გზაში და მივხვდი, რომ ავტოსტოპით მოგზაურობა შემეძლო, $2 დღეში გადარჩენა შემეძლო, უფრო მოგზაურობა შემეძლო და სურვილი აღარ მქონდა უკან დაბრუნების. შევყავი თავი გაიცანი რაღაცნაირად. საერთოდ ეს პროცესი მახსოვს, როგორ შეიცვალა, როგორ გავხდი ტურისტიდან მოგზაური. და რა არის მანდ განსხვავება ჩემთვის რა. მეინსტრიმულ ინფორმაციას გადავხვიე და რაღაცა უარს აღარ ვიღებდი, მაგალითად, სადაც მიმნებოდი რომ აქ შესვლა შეიძლება, რაღაც გზებს პოულობდი, რომ აქ შევსულიყავი. ან რაღაც გაიდლაინები ხო არსებობს, რაღაც მიღებული ნორმები, რომ წაიკითხო, ეს არის რეკომენდირებული, აქ ეგრე უნდა. და უცებ ვისწავლე როგორ უნდა გადავხვიო ამ გზიდან და ქვეყანა იყო მიანმარი. და ყველაფერი მაგ ქვეყანაში არის აბსოლუტურად პირიქით. მაგალითად, ავტოსტოპი აკრძალულია, ლოკალებთან დარჩენაზე ციხეა, ორჯერ კემპინგზე უნდა მიჭირეს ამაგინი. კემპინგზე ციხეა, კარფიუ მთელს ქვეყანაში, ანუ 9 საათს მერე ყველა უნდა იყოს რაღაცა ადგილზე და როგორც ტურისტი უნდა იყოს კონკრეტულ ადგილზე, სასტუმროში, რომელსაც ლიცენზია აქვს ტურისტების, რაც ძალიან ცოტა. ჰოსტელიც გაგზავნილია ქვეყანაში. და ამ ქვეყანაში მივხვდი, რომ ყველა წეს ვარგო და მაინც მოგზაურო, როგორღაც მაინც ახერხებ. და მაგ მივხვდი, რომ უპს, თურმე შემიძლია ტურისტი არ ვიყო და რაღაც სხვა რაღაცებიც ვაკეთებ. ხდება რომ პაპუაზე რო დაკარგეთ. რაღაც პერიოდი მაშინ ძალიან ნერვიულობდით რა. შენამდეც მოვიდა ამბები. და შენ მეუბნებოდა რომ არ ვიციო, მიწის ტურისტ დროს მოვიდა რამე თუ პაპუელებმა შეჯამეს რა. აი როგორ დასამშვიდებელი იქნებოდა დედამისი მაგ მომენტში წარმოიდგინე რა. ეგ უცნაური გაუგებრობა იყო საერთოდ. მაგრამ ან მან ისეთი არაფერი არ ხდებოდა, ხო? მაგ დროს მე და ჩემი მეგობარი ვიყავით ქვეყნის ყველაზე მოწყვეტილ ადგილზე, ანუ ეს რუკას რო დააზრუნებ, არის წვანე, მორჩა, ანუ არაფერი არ არის საერთოდ. და მან გვინდოდა რაღაც ტომი იყო, რომელიც ყველაზე ბოლოს აღმოაჩინეს, ანუ ყველაზე ბოლოს დაკონტაქტებული ტომი. და მაგ ტომის ნახვა გვინდოდა, ლოკალებს აქვს დისტანციის შეგრძნება 0, ანუ არ აღიქვამენ საერთოდ, არც ასაკის შეგრძნება არ აქვს, არც დისტანციის შეგრძნება არ აქვს. რო გითხრეს რაღაც ერთი კვირა დაგჭირდება, მიდიოდით თვენახევარი და ახლოსაც არ ვიყავით. ძალიან რთული რელიეფია ჯუნგლებში დადიხარ ყოველდღე და ან მოწყდები საერთოდ ყველაფერს, რასაც ცივილიზაციას ვერ ეკვეძახი. ტომების უმრავლესობასაც გავდიოდით, საჭმელს ანუ ვერ ხარშავს, არიშიც არ აქვს მოსახარში რამე მოწყობილობას, მიწაში 40-ხრიან და რაღაცებს წვავენ, ცხელ-ქვებს აფარებენ, რომ საჭმელი რაღაცა ჩაიხარშოს თორემ. ხო და ეგეთ გარემოში გავატარეთ თვენახევარი ყოველდღე დავდიოდით. შესაბამისად დავკარგეთ ყველანაირი კონტაქტი ჩვენს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თან ისე დაიმთხრო, რომ ამ დროს იყო მიწისძვრა. რომელიც კი ვიგრძენით და ისეც ვიგრძენით, რომ მიწისძვრა, მაგრამ ამის რამდენი ადამიანი ეგრეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ესე იგრძენით. და თან თურმე ბევრი ადამიანი მოკვდა ამ მიწისძვრის გამო, მეწყერები და რაღაცები მოყვა. და ჩვენც პაპუას ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ჩვენც ამ მეწყერში მოვყევით. როგორღაც არ ვიცი დღემდე ვერ გავიგე რა მოხდა. ვიღაცა დაუკავშირდა ავსტრალიის საელჩოს, ავსტრალიის საელჩო დაუკავშირდა ჩვენ საელჩოს და ჩვენებამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ჩვენ სადღაც დავიკარგეთ და არ ვიცი, არიციან ცოცხლები ვარ თუ მკვდრები. მერე პლუს ამას გვეძებდნენ, თურმე რაღაც თვითმფრინავიც გავიგეთ ხმა სადღაც, შეიძლება არაფერში არ იყო, მაგრამ გავიგეთ, არ ჩვენზე იყო თუ არა და მერე თურმე გაზეთშიც დავგვეჭდეს, ვიღაცა მითხრა ქუჩაში მიცნო, რომ თქვენ ორი წვერიანი კითხვა ეგ მოხსენა გაზეთის ეს. არა, ეგ შორის მინდოდა რომ ეგ სტატია მეპოვა რა დაწერა ჩვენზე მაინტერესებდა. მართლა ვცდილობდი რომ გამომეძია ეგ ისტორია საიდან დაიწყო. ახარ სადაც ეგეთ გაზეთში. ახლა ეგ როგორ მოხდა შეხედა. რაღაც პატარა ქალაქში ჩავედი და მითხრეს რომ თქვენ გიცნობთ. საიდან მიცნობ ან პირველად რამ ქალაქში, პირველად რამ ქვეყანაში და გაზეთში წავიკითხე თქვენზე რომ დაიკარგეთ. და მაშინ გავიგე რომ რაღაცა ეგეთი არსებობს, რომ რაღაცა დავიკარგეთ და რაღაცა მიძებს. ხო და მე გავარკვიე რომ იქვე იყო ეს რედაქცია სადაც დაბეჭდეს. მივედი ამ რედაქციაში, მეთქი აბა მაჩვენეთ აკვეთ. ჩვენ ვართ ჩვენზე დაწერეთ და დაწერეთ.
თავისი გამოქვეყნებული გაზეთი ვერ იპოვეს. იმიტომ რომ უჭველ თეთრები რო დაგინახეს იქ მაგრამ ბესტსელერი თუ რა. შენ რაც ნახე ეგ არის იქვე დამამშვიდა რომ არა ნერვიულო მეორე დაუბეჭდოთ. ეგრე გადაიგო ფოტო და ესე დაწერა დღემდე მახსოვს Georgian tourist found not lost. ესე დაწერა რა. ხო, აპუა წარმოგიდგენი რაღაც ძალიან როგორ გითხრა რა. პაპუას მგონია რომ მოვხვდე გავიგებ რაღაცა იქვის ხანაში როგორ იყვნენ ადამიანები რაღაცა იგივე და აი ადამიანების რაღაც ხონერი წარმოგიდგენ რომ რაღაც ვალუტა არ აქვთ ხო რაღაც ვაჭრობენ ფულით ან რაღაც ადგილები არის სადაც ფულს არ იყენებენ თორე ეს ქვეყანაში არსებობს რა მეკითხი ახსენება პაპუადან ვინმესთან ურთიერთობა რომ წარმოვიდგენ როგორები არიან პაპუადები ამოგელთად ერთ კაცს ვკითხე რამდენი წლის ხარ თქო და შეიძლება 24 შეიძლება 44 ისო ესე მითხრა სადღაც შუაში სადაც ზუსტად არ იცოდა როგორ მაგდროს ფიქრობდი რა ხარ შენ 44-ზე მეცაცხლით შეიძლება 64 მაგრამ ფაქტი რომ ანუ ასაკი არ აინტერესებს თავს ანუ არ თulis თავიდან თვლიან ბავშვის ამდენიმე თვარესი თვლიან ეგენი ჩხომზე შეგვიძლია თვარეს და მე ავიწყდებათ არ აქვს მაგას მნიშვნელობა რა. მან მე ხო ვაპარაკობ მე რაც მაინტერესებდა ჯუნგლები, ტომები, სოფლები მან ძირითადად ქვეყანაში არის ტომური წყობა ან ყველგან დაჟე ქალაქში არის ეს ამ ტომს ეკუთვნის ეს ამ ტომს ეკუთვნის და ტომს ერთმანეთი არ უყვართ და სულ ერთმანეთში რაღაცა ბრძოლები. რაც ქალაქში მეორე არა მესამე ყველაზე დიდ ქალაქში მივდივარ და უცებ ხედავ ორი ჩეხებილი ჯგუფი ერთ ყვითელი თავის სახეები აქვს ბუმბულები თავში მეორე იქ და რაღაც სხვა ფერზე შეღებილი ტიპები ერთმანეთს ესევიან და შულდის როს ესრიან. Tribal fights, რაც ეგეთი მაგის პატარა ფრაგმენტი. ქალაქში ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ნახო ტიპი ეს ამხელა შულდის რით დადის, შენ თავზე მაღალი შულდის რით, ფეხსაცმელი არ აცვია, დიდი მაჩეტა უჭირავს, ეგრე ძალიან ჩვეულებრივი ლუკი ახლა ტიპი დადის ეგრე. და დაცულები შეგრძნება რა საიდან просто შენ თავი გაიცვა თუ არის ვინმე ჩვენ ცხოვრობდით იმ ხალხთან ვისიც უნდა გეშინოდეს. მაგით ძალიან უსაფრთხოდ ვიყავით, ანუ ვისიც უნდა გეშინოდეს. ანუ ვინც ძარცვას პაპოზე რასაც წეგითხავ რომ სახიფათოა ესენი ძარც აქვთ რაღაც ცოტა იმას გავს ქართულოც კრიმინალო. შენ იცი ყველა, ხო? ჯემილია იმ კონკრეტულ ქალაქში შეგვიძლია დათოვოს. როგორ არის ცე რაღაც ქართული მასში ხო შენ ჩემი ძმა ხარ და ვინმე შეგეხება და ეს ჩემ ძმაკაც გაგაცნო. მართლა ეგრე მუშაობს, ვიღაცა მოვიდა, გამოგველაპარაკა. თავ ესე გამოცო მე ჩარლი ტერმინატორი ვარო. და თქვენო ვინც ხელს დაგადებთო, ჩემთან აქ პრობლემაა, მე დიდი კაცი ვარო. თუმცა აღმოჩნდა რომ მართლა დიდი კაცია ჩარლი, რაღაც ქუჩის ტერმინოლოგიით ყველა პატივცემდა. რაც ადგილი მოგვიძებნა, სადაც გავშალეთ ჩვენი კარავი გადახვდა სახლში. და იმის მერე დავიღაცხო მთელი კრიმინალური ეს დაჯგუფება ამ ქუჩებში გავიცანეთ. იდეაში ყველა გეტყვის რომ პაპუაზე ღამე ქუჩაში არ უნდა გახვიდე. ნებისმიერ ქალაქში უნდა მოერიდო. მაგრამ თუ ტერმინატორს იცი. ჩვენ დავდიოდით ისინი გვერიდებოდნენ და ასე ბაზარში დავდიოდით ისინი ასეებს უჩურჩულებდნენ ერთმანეთს რომ ისინი მათთან მოგწონდნენ. ანუ მე დავამოღამე რომ ეს ხალხი არის ძალიან კარგი ხალხი. ანუ კრიმინალი არის რა თქმა უნდა, უბრალოდ ტურიზმის ერთ-ერთი ფორმა რაც არის დიდარი ავსტრალიელები ჩადიან ეს გავრცელებული ტურიზმის ფორმა. და რაც აფრიკის საფარიში რო ხარ ცხოველებს რო ნახულობ, ეგ არის დახურული მანქანებით, რაღაც Land Cruiser-ები დადიან, სასტუმროებზე აქვს ელექტროობები შემოვლებული, სკვირიც ვერ გადაყვეკეთ რა ხდება დაინახო. არა ნული კონტაქტი ლოკალ კულტურასთან, აი ნული კონტაქტი რაღაც ადგილს ნახავს, რაღაც დადგმული შეღებილი ტომის რაღაც ეს პერფორმანს ნახავენ, უკან მიდიან. ესე შენ ქვეყანაში რაღაც ვიგზერი გოჟი რამათა ლაპარაკისას რაღაც ეგრე გძნობენ თავს რაღაც ზევიდან უყურებენ რაღაცა ველურება დაგიქვამენ ეგრე რომ შენ ქვეყანაში რაღაცა გიქცევა შენ მსგავსი აგრესია გექნება და ნორმალური და ამათთან ცხოვრებისას ძალიან უსაფრთხოდ გძნობდი თავს მე უნდა აღნიშნოს აი ტერმინატორი როგორ გეგეცნო როგორ იგრძნო უსაფრთხოების შეგრძნება არ მიქნებოდა დიდი ალბათობით ქუჩაში მეორე ვერსია იყო რომ მივადგებოდით ეკლესიას ეგეც არის ეკლესიას დიდი გავლენა აქვს და ალბათ ეკლესიის ტერიტორიაზე სადაც დასაჩენს მოგვიზებდნენ უბრალოდ ამან ძალიან დიდი კომფორტი მოგცა ქუჩაში თავისუფლების. მე ამ ჩარლიმ დაგვაკავშირა ვიღაცას და მე იმან მოგვიკომფორტულა რაღაცა გარემო უსაფრთხოდ გვიქცია და ესე ნელ დავდიოდი. და თან ეს ჯუნგლებში როგორც კი აღმოჩნდები, მან უკვე ეს ურბანული საფრთხეები ქრება. იქ ყველა გახსნილი, ყველა მეგობრული, თან ეგეც არ ვიცოდით თავიდან. იმიტომ რომ ახლა დადიხარ თვენახევარი ჯუნგლებში დღიან ღამიანად. პატარა ბილიქს მიყვები, ამ ბილიქს თუ აცდი მორჩაანო. ეს შენი სიცოცხლე გადის ამ ბილიქზე. მართლა ეს ბოლოს დავიწყე ტოტებს ჭრიდ და ეს კვალს ტოებ, იმიტომ რომ შეიძლება გზადაკარგო. თუ ერთი კვირა ვინმე არ გაივლის, ხორცდება ეს 99% ეს ნესტიანობა ძირითადად.
და ეს უკან უნდა წამოხვიდე და აუცილებლად ეს გზა უნდა გახსოვდეს. დაკარგვის უფლება არ აქვს. აქ სახს რო ვიცვლიდი ხოლმე თბილისში, ან სამჯერ ვიკარგებოდი, სანამ ჩემს უბანს ვიპოვიდი და აქ ერთხელაც არ დავკარგულობ, იმიტომ რომ ტვინი ამზერი მომართული დაკარგვის უფლება არ აქვს. და მაგ გარემოში ერთ-ერთი საფრთხე, ყველაზე დიდი საფრთხე იყო ეგ დაკარგვის თორე. ომებს რაც შეეხება და ხალხს, ის სუპერ განსხვავებული ამბავია. არ ვიცი, მან შეხვდი მე ქართველ კაცს, სრულიად პაპუაზე და ეს კაცი იყო უმაგრესი ადამიანი, კახაბერ ხასაია ზუგდიდიდან, წითელი ჯვრის ხელმძღვანელი იყო, 3 წელი ცხოვრობდა ამ ქვეყანაში. აი აბსოლუტურად შემთხვევით ვიპოვეთ. და ამან მითხრა რომ მე სოფლებში რო გავდივარ, ხორცს არ ვჭამო. ხორცს რო თავაზობენ არ ვიღებ. ეს შეიძლება ადამიანი იყოს. არ ნდობოდა და მე რაღაცებისგანაც მოვისმინებს კაცი რაღაც. ანუ ესე თვითონ იციან კანონით არ მოსულა, კულტურალურადაც აღარ მოსულა. მაგრამ ადამიანებთან მილაპარაკებასაც შენ ჭამდი ხორცს ვერ შედიოდი? ხორცს თვალით ნახე ორჯერ და ვერ გამომართვეს ხელიდან. ერთი კადრი მოხსოს, ეს ტომში რო შედიხარ, ეგეთ კულტურაა რა. უნდა მიესალმო ვიღაცას და მოიკითხო ტომის ბელადი, ან თვითონვე და უცხო ხარ ხო, რაღაცა კონტაქტმა შედგეს. ტომის ბელადი მოდის და ეს გადაწყვეტ ჩემს სახიფათო ხარ, არ ხარ მიგიღონ, არ მიგიღონ, ან რა განზრახვებით ხარ მისულ. ყოველ შემთხვევაში ყოველ ჯერზე იგივე ხდებოდა ჩვენი სტუმრები ხარ მოგზავდი, თავის კოშკში დავიყვანდა, მე მოდიოდა სტობის წევრები. ცეცხლის სახლის შუაში ანთია ცეცხლი, ამ ცეცხლთან ზიხარ, რაღაცა ძღვენს მოგიტანენ, ზეითად არის რაღაც თბილი კარტოფილი, ბანანი, ანანასი რაღაცები და ცეცხლის ირგვლივ მთელი სოფელი დაჭდება. და ესე უნდა მოუყვე რაღაც ისტორიები, რომ არც ესმით იმათ არაფერი, თან მთელი დღეა დადიხარ, გეცინეს ეს გიوردება თავი. და რაღაცებს უყვები, რომ რას უყვები, ვერც ისინი იგებენ, ვერც შენ ვერ იგებ. ინფორმაცია, და ინფორმაციის ვაკუუმი არაფერი არ იციან. ოღონდ რამე რაღაც უცხო გაიგო. ხო და ერთხელ მახსოვს, ერთმა მოიტანა რაღაცა მგონი ფოთოლში გახვეული ხორცი, ხორცი კი არის ქონის დიდი ნაჭერი, უფრო დიდი კანის ნაწილი, რაც ქელი კანი. ვაფშე მადა ვერავის არის საერთოდ. ეგრეც ამ გადმოსახედიდან არც მე, მაგრამ თან ჯაგარი ქონდა მას. ოღონდ ეს რო დავინახე, მთელი თვე წარმოიდგინე, პროტეინი არ ქონდა მიღებული, ან ორგანიზმი არ ნახობს რომ რაღაცა სხვა რაღაცა გჭირდება. შენ აღარ ხარ მან რაღაც ტვინის კონტროლში რაღაცებს თვითონ განახობს ხეობი. ეს რო დავინახე, რაღაც არ ვიცი როგორ აკიხსნა, ეს იყო რაღაცა სასწაულია, პროტეინი იგრძნო ორგანიზმო. და თან სერგის უყურებს ჩემ მეგობარს, იქეძის ესროს მოგვიდაპირე მხარეს და ესე უჭირავს და ესე კბენს ამ ხორცს ეჯაჯგურება და ამით ყავს ეცი, რაღაც ძალიან პირველ ყოფილ კაცს უყურებს გაბუზგული წვერი, გაბუზგული თმები ამ ხორცს გლეჯს კბილები. და მე მივხვდი რომ სუსტად ეგრე ვჭამდი მეც. ეს გამწარებული ათითით რაღაც. ასე რომ ხორცი ბევრჯერ არ მინახავს მან. ასე უარს არ მომოდი. ისე დაიწყე მაგ ხორცის აღწერა. აშკარად მაგრა გინდოდა რომ გეჭამ ამაში, მაგრამ მე რო გისმენდით ემოციაზე გეტყობა რომ რაღაც კარგი იყო, არა ისე არ კონტექსტი რო აქვს. ეხლა არ უნდა იყოს ეგ მიზიდველი, რომ ცუდი რაღაც იყო, უბრალოდ კონტექსტი რო აქვს. ჩვენახევარი 55, არა 57 კილო ვიყავ წარმოიდგინე. 57 კილო. ანუ ყოველ დღე შიოდა. ანუ ეგ შეგრძნება რომ ქშია, სუ ჩემთან იყო, არასდროს აქრებოდა. თან აქტიური იყო, იმიტომ რომ ჭალკბილ და ბანანს. ანამ საღარ იყო პოლოს, იმიტომ რომ ჰაილენდებიან მთები არის და ეგეც არის ზრდება. და აკლია პროტეინი ორგანიზმზე ეგრევე დადიხარ. თბები მცვიო და კანი რაღაც საშინელო მალარია ქონდა რაღაც მეც და სერგისაც ერთმანეთის მიყოლებით. ხო და მაგიტო რომ ესე რომ გაკლია ორგანიზმი რაღაცებს გთხოვს და ხორცს რომ დავინახე ჩემს რაღაც ციური ბანანი. თვითონ რა არიან ზოალები ყველა? ბავშვებს ეთყობათ. ბავშვებს ეთყობათ ეს საკმარის ვიტამინებს უცოვერი იღებენ, ზრახიტის, დიდი მუცელი, ტანი გამხდარი. ისე არ არიან ხა ის არ ანორექსიკი ბავშვები არ შეხვდებიან, მაგრამ ეთყობა რომ ეს რაღაც ნუტრიენტები აკლიათ. ხო. თან ხა ავსტრალია და მეზობელი ქვეყნები ეხმარება ვაქცინებით და რაღაცები და ძალიან ბევრი ბავშვია. რაც ისე გამომდის, მაგრამ რაღაც ბუნებრივი გადარჩევასავით იყო, ხო, რაღაც ადრე ხო ეგრე იყო, ვაქცინები არ არსებობდა, ყავდა რაღაცა 10 ბავშვი გააჩენდნენ, აქედან 2-3 გადარჩებოდა. ეხლა რაღაცა ბოლო თაობა, როცა მალარიისგან და მსგავსი დაავადებები, ინფექციებისგან თავს იცავენ და ამდენი ბავშვი არც და მინახავს ერთად. და ხო, ბუჩქი და ბავშვი მოძრება, ვერ ხვდებოდი საიდან იყო ამდენი ბავშვი ერთად თავმოყრილი. რა ენაზე ლაპარაკობ, ა? პიჯინი არის, ანუ პაპუა ოფიციალურად არის ყველაზე მრავალ ენოვანი ქვეყანა. არის რამე საერთო ენა? ხო, ეგ არის პიჯინს ეძახიან. თუ სწორად მახსოვს, ყველა
ოკეანეთის ქვეყანას აქვს თავისი პიჯინი. მახსოვს ვიცი რომ ჰავაისაც თავისი პიჯინი აქვს სწორად მახსოვს. ტონგა, სამოა, ფიჯი ამ ყველას აქვს თავისი პიჯინი და ეგ არის რაღაცა ლოკალური ენა გამიქსული ინგლისურთან. და რაღაცა გამარტივებული გრამატიკა გამოცვლილი ინგლისური. მე მახსოვს თქვენ რომ ჩამოხვედით მაკედან პირველად რო გნახე ბახმაროში გნახეთ შენ და სერგი იყავით და ერთმანეთს რაღაცნაირად ელაპარაკებთ და საშიშებად გამარჯვებთ. Pigeons შევეჩვით ცოტა ხანი. ხმოვნებია, ხო? არა, ხმოვნები არის აფრიკული ხმოვნები არ არის, მაგრამ რაღაცა პასამატებენ მაგალითად. რა ძალიან გამარტივებული ინგლისურია. მე მეძახდნენ, ჩვენ მეძახდნენ ტუპლა ბოიმან. ბოიმან არის რაღაცა თავკაით რაღაც და თუპლა. თუ არის ორი და პლასატომაც ამატებენ. აი რო გიხსნახ როგორ მუშაობს ენა. will ხო არის ბორბალი. ველოსიპედი არის will. ეგ არის მარტივი რა შეკროსი. will. will. ეგ არის ზუსტად. და უცხელი ლაპარაკი. ხო, ეგრე ფიჩზე ბაზრო. დაინტერესა. მან როგორც მახსოვს შენ გაჩუქეს რაღაც სახლი, არა? ხო. და არის ხა ეროშავი. ხათაშორის ასალც ერთი კვირის ნამერიკა უცხო ნომერმა უპასუხე და ეგ ქალი. ტუპლა. რაღაცა წელავენ სულერას. სიმღერას აიღებ სახელს. ეს დეივიდ რაღაც ხმების გაწელილი ხო და მივხვდი რომ ალჩამოგელა შენახშე და მიხედა რომ მოვიქე და ეგეც შევახსენე ჩემს საქმე პოდკასტ და კი რაც გელოდებით. ანუ ფურცელი და დოკუმენტი არ მოითხოვოთ ეგ სახლი. საფაპოზ თუ ჩანაც ისეთი არის რომ იქ შეიძლება ბიზნესი მოიყვანა. ცოლს რომ მოიყვანა გაგიშოთ. ოკეი. რამე ვარი და არის რა. ოკეი. საინტერესო. ან კარგი ხალხი ჩანს, რადგან სახლი რო გაჩვენეს. საინტერესო ყოველ შემთხვევაში. არც ყველას გემონებას თუ ერგება, მაგრამ საინტერესო არის ცალსახი. ოკეი. რამე ეგეთი კონტრასტული ჩვენ გარემოსთან ეგეთ ქვეყანაში კიდე ხარ ნამყოფი? აი ინდოეთი არის რაღაცნაირი უკიდურესობა ასევე. რაღაცა კონტრასტების ქვეყანაა ეგეც. ყველაფერი უკიდურესობამდე მისული სილამაზეც, სიმახინჯეც. სიმდიდრეც, სიღარიბეც რაღაც ეგეთ კონტრასტების ქვეყანაა და პირველი კულტურული შოკიც ეგ იყო. ახლა ჩემი პირველი დღემდე არ ვიცი კი არის თუ არა. Maybe. ჩემი პირველი აი ესეთ აზიური ქვეყანა შოკური იყო ნეპალის ოდესმე. და დღემდე ძალიან მიყვარს. პირველი ჩასვლა იყო მე მგონი 28 დღე ვიყავი. და ეგეთი სასიამოვნო მოგზაურობა არასდროს არ მქონია. ყოველი დღე რომ რაღაცა პოზიტივის არის ბუკეტი. და შემდეგ ჩინეთში პირველი ჩასვლის შემდეგ შემთხვევით რაღაც ისე დაიმთხო რომ გადავფრინდი ნეპალში ევერესტის ბეის კემპზე ლაშქრობისთვის. და ამ დროს დაიწყო კოვიდი, ან შუა ლაშქრობის დროს. და გავიწევდე ნეპალში. და ეს ჩემი საყვარელი ნეპალი გახდა ჩემი სახლი 1 წლის განმავლობაში. მთელი კოვიდის პირველი წელი მან ვიცხოვე. ეგეთი კარგი დრო ბევრჯერ არ მქონია. რო გირეკავენ და როტირიანო ჩვენთან ესე ჩაიკიდა ყველაფერში როგორ უძლებ და მეც ხო ასე უქნევ თავს, მაგრამ აი კარგად ვიყავი ძალიან ბედნიერი ვიყავ. ხო და ეგეთი კონტრასტების ქვეყანა იყო პირველი ნეპალი, როცა აბსოლუტურად ყველაფერი სხვანაირი იყო. თან მე მგონი 2014 იყო სწორად მახსოვს. და ყველაფერი შავ-თეთრი, ყველა გაბრაზებული, ყველა აგრესიული ქუჩაში მეჩხუბებოდნენ, იმიტომ რომ საყურე მაგწელი თმა. ჩავიდე ყველა ფერადი, ყველა საყურით, ყველა მხარია. ხო, ძალიან დიდი კონტრასტი იყო და მაშინ მივხვდი რომ ეს შეიძლება არაფერი არ ქონდეს და ძალიან ბედნიერი იყო, იმიტომ რომ ნეპალი არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა. ჩვენი გაправება ხო ის იყო რომ გვიჭირს ამ ქვეყანაში და მაგიტო ვართ ესე გაბრაზებულები და დაგრუზულები და ყველას უჭირს, მაგრამ ყველა ბედნიერია. მეორე ინდოეთი ალბათ ეგეთი კულტურული კონტრასტი. ნეპალში ჩემი ბავშვობაში ვასკვნაში ვიცი რა სახლებს აქირავებდნენ ხოლმე რა და მე მიდიოდნენ რაღაც ცხოვრება და იმ ქირით რაღაც მაგრად ცხოვრობთ რა მართლა და ეგრე მაგ ჩაჩენილი გონებაში ნეპალს უეგ ბახსენდება რა რომ იმ ქირით მიდიოდნენ და იქ მეფეები ვიცხოვრობდნენ რა ძალიან ეფი ქვეყანა იყო იმ დროს ყოველ შემთხვევაში მე ვერ ჩავედი ეხა მითხეს 1-5 წელი არ ყოფილა ალბათ მითხესო გაძვირდა საგრძნობლად, მაგრამ ეხლა საქართველოს რაღაცებს თუ შეადარებ, მაინც ძალიან ეფი იქნება. აი დაუჯერებლად ეფი ქვეყანა არის ლაოსი და ვიეტნამი. მე მგონი ოფიციალურად ყველაზე ეფი ქვეყნებია, მაგრამ თან ეს 24,000 დონგი არის $1. $100 რო გამოიტან, გაკ 2,5 მილიონი. პირველად მან ვიგზენი თავი მილიონერად. ბევრი ფული რო რაღაცას ქაღალდი რო გიჭიროს, რომ გძნობ რომ მილიონერი ხარ. დონგი. თუ გინდა რომ მილიონერად ვიგზნო თავი ვიეტნამში. ოკეი.
აი, მაშინ პაპუამდე ჯერ იქიცა. პაპუა ჰარდკორი ქვეყანა, მაგრამ მე და ჩემცოს მაგათ გაგვიჩი. მე გითხარი სად არის შენი კოხი კანიბალებში და ჩა. ნათესავი თუ გაგიშვებს ანდრა. ბიგინერების ცოტა მომზადება გჭირდებათ. თელი ვიდეოს განმავლობაში არ გვითქვამს, რომ უნდა გამოიწეროთ ჩემი არხი. შენ მოგხდება და რო გეტყვი. არაფერი, დიდი მადლობა მოსმენისთვის, იმედია ძალიან არ დაგამოწევ. იმედია ყველაფერს არ დავტოვებ და 2 საათი არ გვისმენთ. წარმატებები ამის დაჭრაში. მადლობა დიდი შენ. ასევე დიდი მადლობა. ეგრე. დაუნთებთ.